განთავსებული და ჩემი აზრით ეს პროექტი დაეხმარება და რამე წვილს მაინც შეიტანს ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებში. საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სპეციალური მიწვევით იმყოფება. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამა ანალოგიურთა შორის ყველაზე პრესტიჟულად ითვლება. საქართველოს ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელმა სწორედ ამ ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და პროფესორებისთვის წაიკითხა ლექცია საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარების შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ დაისახა კონკრეტული სამომავლო გეგმები. Დაინტერესებულები არიან საქართველოს როგორც ახალი მიმართულებით, ისინი ასევე ამ პრეზენტაციის შემდეგ დაინტერესდნენ რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და განახორციელონ საკურსო პროექტი კონკრეტულად საქართველოში ტურიზმის განვითარებაზე, ვინაიდან ისინი ფიქრობენ რომ საკმაოდ წარმატებული და პოზიტიური ნაბიჯი იქმნება დღესდღეობით საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების მხრივ. ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ ჩვენი საქართველოს ტურიზმის შესახებ, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების შესახებ აქ ცოდნოდათ, ძალიან დიდი ინტერესი იყო ამ კუთხით და გადავწყვიტეთ რომ ჩვენმა პროგრამამ ერთ-ერთმა პროფესორმა და მე მოგვეწია ქალბატონი მაია სიდამონიძე. პრეზენტაციის შემდეგ მე ვესაუბრე ქალბატონ მაიას და კონკრეტული სამომავლო გეგმებით დავსახეთ. მომავალ ზაფხულს ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოში ჩამოვლენ და თქვენ სტუდენტებს შეხვდებიან. ეს იქნება კონკრეტული პროექტი, რომლის შედეგადაც დაიხატება კონკრეტული რუკა. ამ ინფორმაციას ჩვენ მომავალში ინტერნეტშიც განვათავსებთ და შტატებში ფართო საზოგადოებას მივაწვდით.